ტალღის გარეთ არიან არაეკლესიური ადამიანები და ურთულო ადამიანები ამ სიტყვებს არათუ არ გებულობენ, არამედ ჩვენ დაგვრჩენიათ, როდესაც ამას ვამბობთ. მაგრამ როდესაც სასულიერო პირი არათუ ერთი და ორი დღის არამედ გარკვეულ საფეხურზე მისული ადამიანი არქიმანდრიტის ხარჯში ყოფი ადამიანი, როდესაც იტყვის, რომ ტაძარში კი არ არის ღმერთი, არამედ იქ, სადაც მართალი ადამიანები იკრიბებიან, ქუჩაში, მიტინგზე და ასე შემდეგ, არც ახას ვიტყვი და არც მოვლენების იმას გავაკეთებ მონახეს. ეს არის არ ვიცი ალბათ ტრაგედია. როდესაც სამწალდელო პირი იტყვის, რომ ტაძარში ღმერთი არ არის და ღმერთი არის რუსთაველზე ან კიდე სადაც მიტინგებს. ღმერთი ყველგან არის. ეს არის ძალიან მარტივი შეშორება. ყველგან არის ერთდროულად ღმერთი. ტაძარში, სახლში, ქუჩაში, ყველგან არის ღმერთი. ჩვენს გულში არის ღმერთი, უნდა იყოს. და შენ ყველგან უნდა ხედოთ, უბედურება ის კი არ არის, რაც ითქვა. თავარია შენი დამოკიდებულება როგორია. ღმერთი უნდა ნახო ყველგან და ყველაფერში. ღმერთი უნდა ნახო შენს თავში, შენს აღნაგობაში, რომ შენ ღმერთის ნაწილი ხარ. როდესაც ჩვენ ვკითხულობთ წმინდა წერილში, რომ ადრე მარტო ღმერთი იყო, მაგრამ ღმერთს არ უნდოდა მარტო ყოფილიყო და მას უნდოდა ის, რაც მაშია, მასში იყო. და ეს თითოეული ჩვენთანაც ეს სამყარო, რომელიც ღმერთმა შექმნა, ეს მასში იყო. მის ასებაში, მის ფიქრებში. და ერთ შენერდეს უფალდა იქნება, რომ ამას ყველაფერს ესე იგი ნათელი მოფენოდა. ანუ შექმნილიყო ფილური და უპირობი სამყარო. ანუ ღმერთისგან გამოვიდა ეს ყველაფერი. ანუ ჩვენ ყველანი და ყველაფერი არის ღმერთის ნაწილი. და ერთხელ ასე ებრაელი ენის ცხოვრებიდან ვკითხულობთ, როდესაც წინასწარმეტყველს უთხრა, რომ გააკეთე კარავანი. ანუ რომელსაც შემდგომ ეკლესია ეწოდა და ჩვენთვის ეს არის ეს კარავანი, ეს ეკლესია. სადაც ადამიანები მოვლენ და ლოცვას აღებენ. და ამ კარავში აუცილებლად დამკვიდრდებოდა ღმერთი, ის მათი. და ამაზე მეტი დაცემა რა უნდა ჰქონდეს ადამიანს, ვის არ უნდა იყოს. ისე საბოლოო პირს, როდესაც ის ამბობს, რომ ღმერთი ტაძარში კი არ არის, ღმერთი არის სადაც ქუჩაში. მე კი არ ვახარებ ამას, როდესაც ვამბობ. ეს არის ჩემი ტკივილი პირადად. და ყველას ტკივილი უნდა იყოს ეს. და არ უნდა, რაც არ უნდა შორს და უცხო ვიყოთ ეკლესიური ცხოვრებიდან, ამას ახლა ვიღაცები მოისმენენ და უნებრივია, რომ ვიღაცას მოეწონება, შემიძლია ვიღაცას არ მოეწონება და იქნება ათასი ლაზოვინება და შექებას, მე არ შექება მჭირდება და არც ლაზოვინება, თუმცა ამისთვის არ ვაპარაკობ. მაგრამ აი ესეთი რაღაც გამონათქვამებისი არის. გამონათქვამების მიღებისგან ცოტა თავი უნდა შევიდოთ. და შეგვეძლოს ესე იგი გაანალიზება, ხარ თუ არა ეკლესიური მორწმუნე თუ აღსალეველი და ასე შემდეგ, უნდა გრძნობდე და უნდა ხედავდე. რა არის რაღაცა ისეთი მიუღებელი, რაღაცა უნდა ცუდად მოხდეს შენს გულს. და ყველაფერი არ უნდა სიზარზეები და სიხარული მიიღო ის, რაც ესე იგი მოგვცემ შესაძლებლობას, რომ შეგიძლიათ გააქილიკო და დასცინო ფისაკურსა ეკლესიას საათში. ასე რომ ყველაფერი ის, რაც ცუდია, ჩვენ რა თქმა უნდა დავემიჯნოთ, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ცუდი ჩვენს ირგვლივ მოისმოს და ცუდი კარგი შეიცვალოს. ჩვენ რამდენი შეგვიძლია და შეგვიძლია ამისთვის უნდა გავაკეთოთ. ვის მეტი შეგვიძლია, მეცის ნაკლები დაგვრჩა. მაგრამ არადოს არ უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის ჩემი საქმე.
რადგანაც აი მოვიყვან ეზეკიელზე და სამეფოს სიტყვას კიდევ ერთხელ. როდესაც შენ ხედავ, რომ შენს გვერდით ადამიანი სოდავს და შენ მასთან არ მიხვალ, არ მიუთითებ თავის შეცდომაზე და არ დაეხმარები ამ შეცდომის გამოსწორებაში, მაშინ ის ადამიანი თავის ცოდვაში მოკვდება, მაგრამ შენ გვერდი მოგკითხავს, რომ არაფერი გააკეთე ის გადასაჭირო. თუ შენ ხედავ, რომ შენს გვერდით ადამიანი სოდავს, შენ მიხვალ, მას მიუთითებ, ყველაფერს გააკეთებ იმისათვის, რომ ის გამოსწორდეს, მან თავისი შეცდომა აღიაროს და მას მოაქცევ, მაშინ ის ადამიანი შენ არ დაგიჟერებს, ყველაფერს გააკეთებ, მაგრამ არ დაგიჟერებს, ის ადამიანი თავის ცოდვაში მოკვდება, მაგრამ შენ მერტი არ მოგთხოვს და არ დაგიჟერებს, რომ შენ არაფერი გააკეთე. ეს არის თითოეული შენთანანის მოვალეობა. ზოგი სიტყვით, ზოგი საქმით, ზოგი ლოცვით, ზოგი რა საშუალებით, მაგრამ უნდა ცდილობდეს, რომ ცოდვით დაცემულ ადამიანს დაეხმაროს მოქცევაში, მობრუნებაში და მერთან მიახლოებაში. მე მინდა კიდევ ერთხელ მოგვილოცოთ ევანგელიური დღე და ვისურვო ჩემთვის თქვენთვის და სულიერ საქართველოსთვის ისე როგორც ჩემი და თითოეული შენთაგანის გულიანის გაყარებული დღეს რომ ერთად ვართ, აქ ვართ, ამ წლის პირველ დღეს ირადაცველი დღესასწაულზე მასიმდიდის სედებაზე ლოცულობთ, აღვავლინეთ ლოცვა და შეთხოვეთ ღმერთს ცხოვრება, გადარჩენა და შემდეგ ყველაფერი სასიკეთო ყოველი დღე ასეთი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის. აღიარებული იყოს ჩვენი ქვეყანა, გაზიარებული იყოს მრავალჟამიანი სიცოცხლე ჩვენს პატრიარქს, საბრძოლო და სამონაზოდას, მრევლს, ერს, სრულიად საქართველოს. ღმერთმა გაგახადოთ, ღმერთმა გაგლოცოთ და ღმერთმა ასეთი ნათელი გონებით და ბედნიერი მდგომარეობით, სულიერი მდგომარეობით დავყოფოთ მთელი წელი. ჩვენთან არის